საქართველოში მთავრობის მხრიდან რეპრესიების მიუხედავად საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ Associated Press-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი. როგორც გამოცემა წერს, საპროტესტო აქციები მაშინ დაიწყო, როცა მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება რეპრესიებს ახორციელებს კანონების მეშვეობით, რომელთა სამიზნე დემონსტრანტები, უფლებადამცველი ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია. Associated Press-ი წერს, რომ შაბათ-კვირას ადგილობრივი არჩევნების პარალელურად კიდევ მეტი საპროტესტო აქცია იგეგმება. გამოცემის თანახმად, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გამწვავდა, როდესაც ორ კვირაში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. Amnesty International-ის ცნობით, სულ მცირე 300-მა განაცხადა სასტიკიცემისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ. ჯგუფის განცხადებით, სისასტიკის დიდი ნაწილი დაკავების ადგილებში ხდება, ნათქვამია Associated Press-ის სტატიაში. 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში რეპრესიების შედარებას აკეთებენ საქართველოს გავლენიან მეზობელთან და ყოფილ იმპერიულ მმართველ რუსეთთან, სადაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახშობს განსხვავებულ აზრს. ქართულ ოცნებას ქვეყნის მოსკოვის გავლენის ორბიტისკენ წაყვანაში ადანაშაულებენ. სისხლისამართლებრივი დევნის შემთხვევები სავარაუდოდ ახლა უფრო მაღალია და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეკისრა მაღალი ჯარიმები. ხელისუფლებამ ასევე მიზანში ამოიღო ოპოზიციური პოლიტიკოსები და პარტიები, ასევე უფლებადამცველები და მედია. ზაფხულში ოპოზიციის 8 ლიდერი დააპატიმრეს საპარლამენტო გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის ბრალდებით, ხოლო კიდევ 2 მოგვიანებით სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. აგვისტოში ხელისუფლებამ 7 უფლებადამცველი ჯგუფის საბანკო ანგარიშები გაყინა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ისინი დემონსტრანტებს ამარაგებდნენ აღჭურვილობით, როგორიცაა ნიღბები, წიწაკის სპრეი და დამცავის სათვალე, რომლებიც პოლიციასთან შეტაკებების დროს გამოიყენებოდა.